ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. მის სამშობლოდ ინგლისი ითვლება. ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება უკავშირდება მაგნა კარტას მიღებას 1215 წელს. ამ ინსტიტუტს თავდაპირველად განსხვავებული ფუნქციები ჰქონდათ ვიდრე დღესაც. თავდაპირველად ნაფიც-მსაჯულებს ირჩევდნენ საქმესთან დაკავშირებული ფაქტების ცოდნის გამო, თუმცა თანდათან დადგინდა, რომ ნაფიც-მსაჯულებს საქმესთან არ უნდა ჰქონოდათ არანაირი კავშირი, რათა ყოფილიყვნენ სამართლიანები და მიუკერძოებები. მე-19 საუკუნემდე ნაფიც-მსაჯულებს უფლებამოსილების საგრძნობლად შეზღუდული ჰქონდათ და აიძულებდნენ, რომ მოსამართლისათვის მისაღები გადაწყვეტილებები მიეღოთ, თუმცა თანდათან მათი გავლენა გაიზარდა და ისინი გადაწყვეტილებას იღებდნენ მოსამართლის ნებისაგან დამოუკიდებლად. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს ურჩევნიათ მათი საქმე ნაფიც-მსაჯულებმა განიხილონ, რადგან გამამართლებელი განაჩენის მიღების შანსი უფრო მაღალი აქვთ. ნაფიც-მსაჯულებს შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ ძირითადად საარჩევნო სიებიდან. ინგლისში ამერიკისგან განსხვავებით პრესას ეზღუდება შესაძლებლობა, რომ გამოსცეს საქმესთან დაკავშირებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ბრალდებულს დააზარალებენ.